გამარჯობა. გადაცემა ექიმის საათი და მისი წამყვანი ხათუნა გაგნიძე მოგესალმებით. ჩვენ თქვენთვის პირდაპირ ეთერში ვიწყებთ მუშაობას. თემა: არაეპილეფსიური შეტევა. გულის წასვლა ყოველთვის ეპილეფსიას არ ნიშნავს. ეს მოვლენა უხსოვარი დროიდან ამნებდა ხალხს და გაურკვევლობას თესავდა. ხან ღმერთების დაღი ეგონათ, ხან ბნელი ძალებისა. დღესაც კი მედიცინის არნახული წინსვლის მიუხედავად, ბევრს გულის წასვლა მხოლოდ კრუნჩხვა მიაჩნია და ამ სიმპტომს და ეპილეფსიას შორის ტოლობის ნიშანს სვამს. რამდენად მართებულია ჩვენი წარმოდგენა, რომელი ნიშნები მოითხოვს ნევროლოგთან გადაუდებელ ვიზიტს და როგორ უნდა მოვიქცეთ თუ შემთხვევით გულის წასვლის შემსწრე გავხდით. ფიზიოლოგიური არაეპილეფსიური გულის წასვლა დაკავშირებულია სხვადასხვა სახის ფიზიოლოგიურ მდგომარეობასთან, როგორიცაა გულის არითმია, სისხლის წნევის უეცარი დაცემა, სისხლში შაქრის ძალიან დაბალი დონე, ჰიპოკალცემია, ძილის დარღვევები, მოძრაობის დარღვევები, პრეპარატის მიღების უეცარი შეწყვეტა. ფსიქოგენური არაეპილეფსიური გულის წასვლის აღმოცენება უკავშირდება სხვადასხვა ფსიქოლოგიურ ფაქტორებს, როგორიცაა ფსიქოლოგიური ტრავმა, სტრესი და ასე შემდეგ. სწორედ ამ თემაზე ისაუბრებს დღეს ექიმის საათი პირდაპირ ეთერში. თქვენ შეგიძლიათ დარეკოთ 245 77 27 ან 245 77 35. გამოაგზავნეთ თქვენი მოკლე ტექსტური შეტყობინება 77-27-ზე და უპასუხეთ ინტერაქტივი შეკითხვას. გქონიათ თუ არა თქვენ პირადად გულის წასვლის ეპიზოდი? ჩვენი გადაცემის სტუმრები პეტრე სარაჯიშვილის სახელობის ნევროლოგიის ინსტიტუტიდან ასოცირებული პროფესორი, მედიცინის დოქტორი, ნევროლოგი დარეჯან გუგუციძე, მოგესალმებით და მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ნევროლოგი დავით გიგინეიშვილი, დიდი მადლობა სტუმრობისთვის. ჩვენ რამოდენიმე დღის წინ გქონდა თემა ფებრილურ გულყრასთან დაკავშირებით. რომ არ დავაბნიოთ ჩვენი მაყურებელი და თან ის თემა მაინც ბავშვებზე და მოზარდებზე გქონდა გათვალისწინებული. რომ არ დაიბნეს ჩვენი მაყურებელი, მოდით თავიდან განვასხვაოთ ეს გულყრა, გულის წასვლა. ეს ორი ეპიზოდი და შემდეგ გავაგრძელოთ თემა. ორივე თქვით თქვენი აზრი. მადლობთ მოწვევისთვის. მივესალმებით ჩვენ მაყურებელს. მინდა თავიდანვე აახსნა, რომ შეტევა ტერმინი მე მგონი ყველაზე უფრო სწორი და მისაღები არის, როდესაც ადამიანს ემართება რაღაცა ხანმოკლე ეპიზოდი, რომლის დროს მან შეიძლება დაკარგოს გონება და შეიძლება არა. გულყრა არის უფრო პროფესიონალური ტერმინი. მიუხედავად ამისა, იგი ლიტერატურაში იხმარება, მაგრამ ვფიქრობ, რომ უფრო ფართოდ შეცდომით. ჩვენ პროფესიონალები ვიყენებ მხოლოდ მაშინ, როდესაც დადასტურებულად ვიცით, რომ ეს შეტევა არის ეპილეფსიური ბუნების. ანუ ადამიანს აქვს დაავადება ეპილეფსია და ის იწვევს შეტევას. ანუ გულყრა უდრის ეპილეფსიას, ესეთი რამე შეგვიძლია. გულყრა უდრის ეპილეფსიას. ყველა შემთხვევაში, როდესაც ჩვენ ვუწოდებთ რომელიმე შეტევას გულყრას, ეს ნიშნავს, რომ მას უღედ გამოტანილი აქვს ეპილეფსიის დიაგნოზი. თუმცა ლიტერატურაში და შეიძლება პრესაში ის შეცდომითად გამოიყენოს როგორც სინონიმი შეტევის. თუმცა ეს იდენტურობა არ ნიშნავს, რომ აბსოლუტურად ერთ და იგივე სინონიმია. გასაგებია. ქალბატონ დარჯა, რას დაამატებდით? იგივე თქვენი ტერმინოლოგიით სინკოპე, გულის წასვლა. გავმართოთ და უნდა გითხრათ, რომ გულის წასვლა, იგივე სინკოპე, ეს არ არის დაავადება. ეს არის სიმპტომი, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს ნებისმიერი დაავადების დროს. უფრო ხშირად ეს არის პრობლემები დაკავშირებული გულთან, ნევროლოგიური დაავადებები, მედიკამენტების მიღება, ფსიქოგენური ფაქტორები, რასაც ჩვენ ამ საათის მანძილზე ვეცდებით, რომ თქვენ ამაზე გესაუბროთ და განგიმარტოთ ის ძირითადი მომენტები, რითაც ექიმი ახორციელებს ამ დაავადების, ამ მდგომარეობის მაბადეთ დიფერენცირებას. დიფერენცირებას თუ რომელი დაავადებისგან შეიძლება იყოს ესეთი კლინიკური სურათი. სანამ ამ ყველაფერს განვიხილავთ და ინფორმაციას მივაწვდით ჩვენს მაყურებელს, მე მინდა შემოგთავაზოთ სიუჟეტი, რომელიც ჩვენმა ჟურნალისტმა ნინო ჯაჯანიძემ მოგვიმზადა, ერთად ვნახოთ. ცხოვრებაში ერთხელ თითქმის ყოველი მეათე ადამიანი მსგავს მდგომარეობაში ვარდება. ცხოვრების რიტმიდან და სტრესული ან ტრაუმული მოვლენებიდან გამომდინარე, შესაძლოა არაეპილეფსიური გულყრა განვითარდეს.
ასაკი არის საკმაოდ შეუზღუდავი, ესე ვთქვათ, ეს არის ახალგაზრდა ასაკიდან ხანდაზმულ ასაკში ხდება ესეთი გამოვლენები და მომართვიანობა საკმაოდ ხშირია. გულყრა რამდენიმე სახეობისაა. შესაძლოა ადამიანს დღის განმავლობაში წამიერად მზერა გაეყინოს და ცნობიერება დაკარგოს, თუმცა ძირს არ დაეცეს. ამ დროს ვერც ხვდებიან, რომ გულყრა განვითარდა. გარშემო მყოფებს კი ასეთი ადამიანი გონება გაფანტული და უყურადღებო ჰგონიათ. იმ შემთხვევაში, როდესაც საფუძვლიანი ეჭვი გვაქვს, რომ შეტევის გენერაციაში ჩართულია ფსიქიკა, ჩვენ ვიწერთ გამოწვეულ კოგნიტურ პოტენციალებს, რაც აი კონკრეტული პაციენტის შემთხვევაში არის და მიმდინარეობს რეგისტრაცია, რაც საუკეთესო საშუალება იმისათვის, რომ სრულფასოვნად იქნას შეფასებული პაციენტის კოგნიტური მდგომარეობა. რაც შეეხება ვიდეო EEG მონიტორინგს, ჩვენს ლაბორატორიაში ხორციელდება ასევე ელექტროენცეფალოგრაფიული გამოკვლევა და თავის ტვინის ბიოელექტრული აქტივობის რეგისტრაციის პარალელურად მიმდინარეობს ასევე პაციენტის ქცევის რეგისტრაცია. ვიდეო EEG მონიტორინგი, რაც ჩვენ ვთვლით, რომ ეს არის საუკეთესო და თანამედროვე მეთოდი ეპილეფსიის გამორიცხვისა. გულყრის გამომწვევი მიზეზების დასადგენად პაციენტებს სპეციალური კითხვარის შევსება უწევთ. ამ მონაცემების საფუძველზე ექიმები ზოგად ინფორმაციას იღებენ. შემუშავებულია მთელი რიგი კითხვარები, რომელიც იძლევა საშუალებას პაციენტისთვის გონების დაკარგვის, გარდამავალი ეპიზოდების სავარაუდო გამომწვევი ფაქტის დადგენისთვის. ეს თავიდანვე აგვარიდებს ზედმეტი გამოკვლევების ჩატარებას და სამედიცინო რესურსების ზედმეტ დახარჯვას. კითხვარი ივსება თვით პაციენტის მიერ 40 წუთზე მეტი ხნის განმავლობაში და შემდეგ მუშავდება ექიმის მიერ. ეს საკმაოდ მარტივი და პრაქტიკული პროცედურაა, რომელიც ზედმეტი ლოდინისა და დროის გაფლანგვის გარეშე უზრუნველყოფს პაციენტის დაჯგუფებას. არაეპილეფსიური გულყრები ძირითადად გართულებების გარეშე მიმდინარეობს. მისი მკურნალობა მედიკამენტური გზით ძალიან ეფექტურია. რამდენჯერმე განვითარებული გულყრის დროს გამომწვევი მიზეზის მოწესრიგების შემდეგ მათი გამოვლინება უკვალოდ ხდება. არსებობს ესეთი თვალსაზრისი, რომ თუ ადამიანს დაემართა გონების შეტევა, ესეთი დაკარგვით თუ მოვიდა გონების დაკარგვით, ეს აუცილებლად არის ეპილეფსიასთან პირდაპირ კავშირში. არის ესეთი მოსაზრება, ჩვენ თავში კი გავმიჯნეთ, მაგრამ კიდევ ერთხელ რომ დაგვიკონკრეტოთ და აგვიხსნათ ბატონო დავით. მადლობ, ძალიან საინტერესო კითხვაა. ზოგადად ეს კითხვა აბნევს ხოლმე არა მხოლოდ ჩვეულებრივ ადამიანს, არამედ სპეციალისტსაც კი. იმიტომ რომ კაი ხანს უკვე მე-20 საუკუნის რაღაც შუა ასე ვთქვათ დრომდე იყო მიჩნეული, რომ პირველ რიგში და უპირატესად ადამიანს თუ ემართება შეტევა, ეს უნდა იყოს მხოლოდ ეპილეფსიური. ამიტომ ამითვე დგებოდა ეპილეფსიის დიაგნოზი, ან ეჭვი ეპილეფსიაზე, რომელიც მერე კლინიკაში ხანგრძლივი დროის განმავლობაში, ან მოკლე დროის განმავლობაში მერე დადასტურდებოდა. და ამით ვთავგდებოდა ყველაფერი ამაზე. თუ არ დადასტურდებოდა ასეთ ადამიანს, ну რაღაც ასე ვთქვათ, ამ შემთხვევაში გაუშვებდნენ საავადმყოფოდან, მაგრამ მან მაინც დაბნეული იყო, რატო ქონდა შეტევა და რა ერქვა ამ შეტევას. დღეს ვიცით, რომ საკითხი ასე არ დგას. სადღაცა აი სპეციფიკური ეპილეფსიურ ცენტრში მიმართვიანობის საერთაშორისო მონაცემები რო ავიღოთ 20-დან 40%-მდე არის ის პაციენტები, გააჩნიათ სხვადასხვა კლინიკას განცვა და განსხვავებული მონაცემები აქვს, რომლებსაც საერთოდ არ აქვთ ეპილეფსია, თუმცა ამის და მიუხედავად მათი შეტევები აგავს ეპილეფსიურს და იყვნენ მიყვანილი ამ საავადმყოფოში ზუსტად იმიტომ, რომ სასწრაფო დახმარების ექიმს, ან მის მკურნალ ექიმს ეჭვი დიდი ქონდა, რომ ის იყო ეპილეფსია. აქედან გამომდინარე ჩვენ ვხედავთ რამდენად აქტუალურია ეს. მოდით სანამ გავაგრძელებთ და დაამატებთ, ჩვენ უკვე მაყურებელი გველოდება ეთერში დაუთმოთ დრო და შემდეგ გისმენთ. ალო. მოგესალმებით. ალო. გისმენთ კალო. დილა მშვიდობის. მე მაქვს ასეთი შეკითხვა, ჩემი ძმა იყო ალკოჰოლიკი, რა თქმა უნდა, ეხლაც არის. მაგრამ ადრე ქონდა ალკოჰოლური გულყრები სამჯერ. თუ გადაეჩვევა ალკოჰოლის მიღებას, ეს ალკოჰოლური გულყრები თვითონ გაივლის? მადლობ შეკითხვისთვის, დავაზუსტებთ ახლა ყველაფერს სპეციალისტებთან. არსებობს საერთოდ ესეთი ალკოჰოლური გულყრა, გულის წასვლა? ორივემ თქვით და უფრო მეტი ინფორმაცია გვექნება.
რა თქმა უნდა, ალკოჰოლიკებში, იმ პირებში, ვინც ჭარბად იხმარს ალკოჰოლს, ასეთი მდგომარეობის განვითარება მოსალოდნელი. ძირითადად ეს ვითარდება გადაბმული სმის შემდეგ. გულყრების განვითარების მექანიზმში ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება მეტაბოლურ დარღვევას, რომელიც ამ დროს ვითარდება. დიახ. უშუალოდ ამ შეტევის გამომწვევი მიზეზი არის სისხლში შაქრის რაოდენობის მკვეთრი დაქვეითება. რაც როგორც წესი ეს გულყრები თავისთავად გადის და სპეციალური მკურნალობა ამას არ ჭირდება. გარდა იმისა, რომ პაციენტმა უნდა შეწყვეტოს ალკოჰოლის მიღება. ანუ ქალბატონის კითხვა თუ შეწყვეტს ალკოჰოლის მოხმარებას თავისთავად აღარ იქნება გულყრები. დიახ, მაგრამ არის ერთი გამონაკლისი. შესაძლებელია ამ პაციენტს კონდეს კიდევ თავის ტვინის სხვა დაავადება, მაგალითად დეგენერაციული პროცესი თავის ტვინში, რომელიც განვითარდა ალკოჰოლის მიღების შემდეგ. ასე რომ ეს ყველაფერი უნდა გაიმიჯნოს ექიმის მიერ და მიდგომა უნდა იყოს ინდივიდუალური ყველა შემთხვევაში და მკურნალობაც, რა თქმა უნდა იყოს შერჩეული პერსონალურად კონკრეტული შემთხვევისათვის. დიდი მადლობა და გავაგრძელოთ კვლავ საუბარი გულის წასვლა და გონების დაკარგვა, ესეთი შეტევითი ფაქტორი ეპილეფსიას რამდენად ხშირია. და სხვათა შორის აი სწორედ ის გადაცემა, რაც რამოდენიმე დღის წინ მქონდა და ვსაუბრობთ, იქაც აღნიშნეს სპეციალისტებმა, რომ სამწუხაროდ დღესაც კი ბევრი ექიმი განაგრძობს ესეთი ეჭვის დონეზე არსებული ეს გულყრები, როცა არის სვავენ დიაგნოზს ეპილეფსია და მედიკამენტებსაც კი უნიშნავენ. იყო ესეთი შემთხვევები, რასაც მე რა თქმა უნდა კარგი შედეგი არ მოაქვს პაციენტისთვის. მაინც როგორ ხდება გამიჯვნა? ეპილეფსიურია, არაეპილეფსიურია? როგორც წესი ეს არ არის მარტივი პროცესი. კითხვა იმდენად საინტერესო, რამდენადაც დათვლილია ახლა ის რესურსები, რაც იყო დახარჯული პირველ რიგში ჯანდაცვის იმ ქვეყნის, რომელმაც გაიღო ამ პაციენტისთვის ხარჯები გარკვეული, მერე პაციენტის ჯიბემ, რომელმაც გაიღო ხარჯები წამლისთვის და მერე ზიანი, რომელმაც მოაყენა ფსიქოლოგიურიც, მორალურიც და ფინანსურიც. ამ ადამიანს იმის გამო, რომ ის არასწორი მკურნალობას იტარებდა იმისი, რაც არ ჭირდა. ამიტომ დღესდღეობით მიჩნეულია, რომ გაცილებით უფრო რაციონალურია თანხა ჩაიდოს სწორ დიაგნოსტიკაზე. ვიდრე ჩვენ ცოტა ნაადრევად ჩავთვალოთ მდგომარეობა ეპილეფსიურად და დავიწყოთ პრევენცია მოსალოდნელი ეპილეფსიის, ანუ თავდაცვა, იქნებდა ეს ეპილეფსია, რადგან ყველაზე მეტი თვითონ და შანსია, ამიტომ მოდი ვიმკურნალოთ ჩვენ ეპილეფსიას. ვფიქრობ, რომ ჩვენ საზოგადოებაში დროა უკვე დავნერგოთ და ამიტომაც ჩვენ მოხარული ვართ, რომ ეს თემა დღეს წამოჭრილია იმ საკითხს, რომ დაინერგოს უფრო ფაქიზი მიდგომა დიაგნოზის ეპილეფსიის გამოტანის. რადგან ამ შემთხვევაში თუ კი ექიმი გრძნობს, რომ მას არ ძალუძს თვითონ გადაწყვეტოს ეს პრობლემა, სასურველია დაუძახოს სპეციალისტს. ყველა შემთხვევაში და ის მიჩნეულია პრაქტიკულად ყველა დასავლეთის წამყვანი ქვეყნებში, რომ გამოცდილი ამ შემთხვევაში ვინც ეპილეფსიასთან უფრო ხშირად მუშაობს და იქიდან გამომდინარე უკვე არაეპილეფსიურ შეტევებთანაც მას დაეკითხოს ან ის გამოიყენოს, ესე ვთქვათ, მეგობრად იმისთვის, რომ გადაწყვეტოს ეს საკითხი, რამდენად ღირს თუ არა პრევენციისთვის დაინიშნოს მკურნალობა. მაგრამ ზოგადად ვიტყვი, რომ არც ისეთი მარტივი ეს დიაგნოზის დასმა, რომ ეს ეპილეფსია არაა, რატომ? იმიტომ, რომ ყველა ის მდგომარეობა, რომელიც წააგავს, ან თუნდაც აკეთებს იმიტაციას, რომ ეს არის ეპილეფსიური შეტევა, არ არის ერთგვაროვანი. ისინი აბსოლუტურად განსხვავებული ბუნების და პირობითად შეიძლება დავყოთ თუნდაც რამდენიმე ჯგუფად. პირველი დიდი ჯგუფი ეს არის ფსიქოლოგიური პრობლემებით გამოწვეული, სადაც ადამიანს არ აქვს ფიზიკურად დაზიანებით გამოწვეული რამე დაავადება, რომელიმე ორგანოსი. არამედ ეს არის ფსიქოლოგიური მოვლენა. არ არის სომატური, არის ფსიქოლოგიური. დიახ. მეორე ეს კარდიოლოგიური, რაზედაც ქალბატონ დარეჯანმა გაკვირით თქვა და ამაზე ჩვენ ვისაუბრებთ, იმედია, ხო, ეს გამოწვეული გულის პათოლოგიით. მესამე თვითონ ნევროლოგიური, ოღონდ სხვა ვიდრე ეპილეფსია და მეოთხეს მე ვიტყოდი ენდოკრინოლოგიური, კერძოდ ეს შეიძლება იყოს გლუკოზის ან კალციუმის რაოდენობის ცვალებადობა, რის ხარჯზე ხდება გონების დაკარგვის ხანმოკლე ეპიზოდები ან კრუნჩხვის ეპიზოდები, რომელიც ძალიან წააგავს ეპილეფსიას. ანუ 4 ძირითადი ჯგუფია ესეთი არაეპილეფსიური შეტევის.
დიახ, გეთანხმებით. და შეგვიძლია განვასხვაოთ, თქვა სანამ გააკეთებთ გამოკვლევას, დიაგნოსტიკას, თქვა იგივე ლაბორატორიული მეთოდით ან სხვა ტექნიკურ დანადგარებით, ექიმს შეუძლია თუ არა ეს ვიზუალურად ანამნეზის შეკრებით, თქვა განასხვაოს და დიფერენცირება გააკეთოს. საინტერესოა, მაგრამ მანამდე კვლავ მაყურებელი. გისმენთ? ალო? დიახ, მოგესალმებით. გამარჯობათ. ასეთი შეკითხვა მაქვს თქვენთან. დიახ. ორჯერ შევესწარი ჩემ ახლობელთან. მსმელი ბიჭია ძალიან, გადაბმული სმა აქვს. ხო და ორჯერ მოვიდა ესეთი რაღაცა, რომ წაუვიდა გული, დავარდა ძირს, დაკარგა მეტყველება და აი ამ მეტყველების აღდგენას რაღაც გარკვეული პერიოდი დაჭირდა, საათი, 2 საათი, რომ გამოვიდა მდგომარეობიდან, არაფერი არ ახსოვდა. რო ეუბნებიან ნათესავები, რომ ასეთი რამე დაგემართაო, არ ჯერა, მატყუებთო. არაფერი არ ახსოვს. ანუ ეს ალკოჰოლის ფონზე იყო, ნასვამი იყო და იმ დროს. დიდი მადლობა. მადლობთ, აქვე მეორე ზარი და გაცეთ ორივეს ერთად პასუხი. გისმენთ? გამარჯობათ. გამარჯობათ. მე ბავშვობიდან მემარცხებოდა ხოლმე პატარობიდანვე ესეთი რაღაც, რომ უთვას მიმნელდებოდა ხოლმე თვალში, თერი მინდიოდა და ვარდებოდი, სულაც ხდებოდი. მიგუზდებოდა ყველაფერი და მე ეს აღმოჩნდა რომ კუთვნაწლავის პრობლემა არის და ნავლის ბუშტის. ხო და ეხლა თაი კარგი ხანი მე რაღაცა მკურნალობები ვიტარე რამ ეხლა ისევ დამეწყო. და ენდოკრინოლოგიური პრობლემაც ახლა აგერ ბატონმა თქვა ისე მაინტერესებდა რა არის ეს. კუთვნაწლავია, ტალისა ტოქსიკური ციკლია. თქვენ არც ერთზე გამოკვლეული არა ხართ? დიახ, ვიცი რომ ციყვი მაქვს, მაგრამ ეს აი ადრე ბავშვობაში რომ მქონდა, იმას გავს რა. გასაგებია, დიდი მადლობა. მადლობთ. მადლობთ, მოდით საინტერესო კითხვებია. პირველი ისევე ალკოჰოლს უკავშირდება, მაგრამ საინტერესოა დრო. აი ეს გულის წასვლა არაეპილეფსიურზე როცა ვსაუბრობთ და ჩვენ გადაცემის დღევანდელ თემაზე, რამდენ წამიანია, წუთიანია და როგორ კავშირშია თუნდაც აი ეს 1-2 საათი ადამიანმა დაკარგა გონება და არაფერი არ ახსოვს ალკოჰოლის ფონზე. რა კავშირშია? ქალბატონო ხათუნა, ალბათ უმჯობესი იქნება, რომ ძალიან მოკლედ კლინიკურ სურათზე ვილაპარაკოთ სინკოპალური მდგომარეობის. ანუ ეს არის სინკოპე, გულის წასვლა. არის გულის წასვლა. რა არის გულის წასვლა? ეს არის გონების დაკარგვის ხანმოკლე, ლაპარაკია წამებზე ეპიზოდი, რომლის დროსაც პაციენტი შეიძლება დავარდეს, წამიერად გაითიშოს გონება, ამასთან ერთად დამახასიათებელია ფერფთალი სახისკანი, ოფლიანობა, კუნთების ჰიპოტონია, შესაძლებელია ასევე უნებლია კუნთების შეგრთომაც იყოს, მაგრამ ეს მდგომარეობა ძალიან სწრაფად გაივლის. განსაკუთრებით თუ ჩვენ რაღაცას მოვიმოქმედებთ, დავაწვენთ პაციენტს, ან უბრალოდ დავაწევინებთ თავს ქვევით. მინდა გითხრათ, რომ გულის წასვლა როგორც ასეთი არ არის მძიმე გართულება და ის მისი პროგნოზი არის კეთილსაიზმედო. ხოლო იშვიათ შემთხვევაში ის წარმოადგენს მძიმე დაავადების გამოვლინებას. გასაგებია, რომელი დაავადების ამაზე ისაუბრეთ, მაგრამ აი ამ შემთხვევაში რას ვუპასუხებ? აი ახლა კონკრეტულ შემთხვევაში ხა 1-2 საათი როდესაც დაკარგა გონება. ეს უკვე არ არის სინკოპე. ეს არის უფრო სერიოზული პათოლოგია, არ არის გამორიცხული, რომ ეს იყოს გულყრა. ფიქრობ, რომ ეპილეფსიასთან კავშირში? ფიქრობ, რომ მან ქალბატონმა შეიძლება თლად ზუსტად არ დააზუსტა. აქ ორი რამე უნდა გაინიშნოს. შეტევა იყო ხანგრძლივი თუ შეტევა იყო ხანმოკლე და მე მეტყველება, ანუ ადამიანი იყო გონზე. მეტყველება აღუდგა 1-2 საათის შემდეგ. 2 საათის შემდეგ. მე ვფიქრობ, რომ აქ შეტევის მერე დარჩა კიდე რაღაცა შეტევის ნიშანი, რაც არის მეტყველების პერიოდული დეფიციტი მოშლა, რომელიც მერე აღდგა. პირველი რაც თავში მომდის მე რომ ეს ყველა შემთხვევაში შესაძლებელია გარკვეული პატარა ვარაუდით, უფრო მეტად, რომ ეს არაეპილეფსიურია, ვიდრე ეპილეფსიური. თუმცა ყველა შემთხვევაში ადამიანი უნდა მივიდეს ექიმთან, რადგან ეს ეჭვი, რომელიც შეიძლება გამოთქვას ექიმ ამ შემთხვევაში ჩვენმა კოლექტივმა, იყოს დასაბუთებული რაღაცა კონკრეტული გამოკვლევით. სულ ცოტა
ელექტროენცეფალოგრაფიული გამოკვლევა მაინც დაჭირდება მას და დეტალური უფრო გამოკითხვა ამ შეტევის. აი ჩვენაც ვახსენეთ, როგორი და რა ამიდის იმ მოწმეების თანდასწრებით და ანუ მოწმეები უნდა დაიკითხონ, რადგან კარგად ითქვა, რომ მას არაფერი ახსოვს. ეს ფრაზა ზუსტად ძალიან ხშირად არის. ანუ მე გასმით უსვევ ახლა იმ მომენტს, რომელიც ხშირად ზოგჯერ უკვე ჩვენთან, ჩვენ საზოგადოებაში, რომ მოწმის ინსტიტუტი მაშინ, როდესაც არის შეტევა, არის ძალიან მნიშვნელოვანი. რადგან მოდი სხვანაირად დავსვათ საკითხს. შეიძლება ადამიანს ჰქონდეს ეპილეფსია და არ იცოდეს 5-10 წელი. თუ კი ეს ვიღაცა სხვა მოწმემ არ ნახა. ასეთი ალბათობა არც თუ ისეთი დაბალია. ნახა და როგორც მე ვიცი, ეს ძალიან ძნელია იმის დაფიქსირება, ვთქვათ, მაგრამ თუ გადაიღო თუნდაც ტელეფონით ან დრო მაინც დაინიშნა რამდენი წუთია, ესიც უკვე საკმაოდ საინტერესო და აუცილებელი ინფორმაცია ექიმისთვის მერე რომ გააკეთოს განსაზღვრა რა რომელ შეტევასთან და რა სახის შეტევასთან აქვს ალბათ კავშირი. და მეორე შეკითხვა, როდესაც გოგონა საუბრობდა გასტროენტეროლოგიური პრობლემა ჰქონდა, მე მგონი მოიგვარა, ყოველ შემთხვევაში ესე თქვა, ბავშვობაში და ეხლა მაქვს ჩიყვიცო, ანუ ამ შემთხვევაში შეიძლება გულის წასვლები, ფერი მეკარგება და ასე შემდეგ, აი ესეთი სიმპტომები თქვა. ეს არის ის მეოთხე ჯგუფი? ენდოკრინოლოგიური პრობლემით გამო კლასიკური. იმ ფონზე, რა ფონზეც შეიძლება გაიგივოთ ჩვენ. ყოველ შემთხვევაში ფარისებრი ჯირკვლის დაავადების დროს, რომელიმე ფორმის ჩვენ გვაქვს ზემოქმედება გულზე და ის შეიძლება იყოს ამ შემთხვევაში აჩქარებული რიტმის. რაც რაღაცა მას ბიზგს მიცემს იმისთვის, რომ განვითარდეს ესეთი შეტევა. კი, რომ განვითარდეს სინკოპალური შეტევები. ვფიქრობ, რომ შეიძლება ეს იყოს ნეიროკარდიოგენული ცოტა ემოცია, რაც ასევე დამახასიათებელია ამ დაავადებების, გადამეტებული ემოციურობა, ცოტა მომატებული გულისცემა, რაც ნიშნავს, რომ ხელოვნურად უკვე გულის რიტმი არ არის ისეთი, როგორც იყო, საჭიროა და ჟანგბადის მომარაგება ტვინის და სავსებით შეიძლება ჩვენ მივიღოთ არა ეპილეფსია, არა ფსიქოლოგიური, არამედ სინკოპალური მდგომარეობა, რომელიც როგორც ქალბატონმა დარეჟანმა თქვა, ეს კეთილთვისებიანია, ხო? ხო. ნუ ამასთან დაკავშირებით ალბათ მე უფრო გავავრცობ ნეიროკარდიოგენული გენეზის სინკოპეზე საუბრობს. რას ნიშნავს ნეიროგენული ტიპის სინკოპე? ეს არის სინკოპე, გულის წასვლა, რომელიც განპირობებულია ნევროგენული მექანიზმებით, აი მარტივად რო ახსნით. ამ მდგომარეობის პათოგენეზი საბოლოოდ გარკვეული არ არის, მაგრამ ითვლება, რომ გარკვეული სტიმულები, რომელიც მოდის ყველაზე ხშირად შინაგანი ორგანოებიდან, თუმცა შეიძლება ფსიქოგენური ფაქტორიც იყოს. იწვევს სიმპათიკური ტონუსის მომატებას და სიმპათიკური ტონუსის დაქვეითებას და ვაგუსის ტონუსის მომატებას. შედეგად ვითარდება სიძარღვების გაფართოება შინაგან ორგანოებში, კუნთებში, არტერიული წნევის ვარდნა, ბრადიკარდია და საბოლოოდ მივდივართ სინკოპაზე, ანუ ვითარდება გულის წასვლა. არსებობს ნეიროკარდიოგენული სინკოპეს რამოდენიმე ვარიანტი და მათ შორის ყველაზე ხშირია ვაზოდეპრესიული სინკოპე. რას ნიშნავს ეგ აგვიმართეთ? ანუ ეს ის იგივე მექანიზმი, ანუ ჩართულია ნეიროგენული რეფლექტორული მექანიზმი სიძარღვების ტონუსის რეგულაციის დარღვევით. სტატისტიკური მონაცემების თანახმად ვაზოდეპრესიული სინკოპე ყველა ტიპის სინკოპეს სხვადასხვა სტატისტიკური მონაცემებით 20-დან 90%-მდე შეადგენს. ანუ ეს ყველაზე ხშირი. და უფრო ტიპიურია ახალგაზრდა ასაკის ემოციური ლაბილურად ემოციური პირებისათვის. ანუ ეს მე შეიძლება თავისით გაქრეს შეტევები და არ დაჭირდეს ჩარევა. ჩარევა შეიძლება ამ შემთხვევაში არც დასჭირდეს. ასეთ პაციენტებს სინკოპალური მდგომარეობა ყოველთვის უვითარდება გარკვეული ერთი და იგივე ხშირად ფაქტორის ფონზე. ეს შეიძლება იყოს სტრესი. დიახ. ხო. შეიძლება ეს იყოს ისეთი სიტუაცია, როდესაც ვითარდება პერიფერიული სიძარღვების გაფართოება. მაგალითად იყოს აქვს მნიშვნელობა. აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. მაგალითად გაგვიგია ეს რაღაცა მაგნიტური დღეები, ესეთი უცბად ცვალებადობა, ანწვიმები, არის რაღაცა ესეთი კავშირი, რომ თუნდაც იგივე სისხლძარღვების მოქმედება, რაღაცა ვერ გრძნობს ადამიანი თავს კარგად რაღაც სისუსტე და მე რო ემართებათ ქალბატონებს ესეთი ცივი ოფლი და ხო, აი თქვენ მართალი ბრძანდებით ზუსტად ეს არის გულის წასვლა და სინკოპე.
უპირატესად ვფიქრობ, რომ უნდა გავამატოთ, რომ ეს ხდება მაშინ, როდესაც ჟანგბადი არაა ოთახში. ეს არის თქვათ ძალიან ბევრი ადამიანის მიერ გადაჭედილი, ესე ვთქვათ, სატრანსპორტო საშუალება ზაფხულში და ეს საქართველოსთვის მეტად უფრო დამახასიათებელი უნდა იყოს, ან დაკეტილი რაღაცა, ჩაკეტილი ოთახი, სადაც ფანჯრები არ იღება და ეს არის ზაფხულის პერიოდი და მაღალი ტემპერატურა, ეს ხელს უწყობს ამას ყველაფერს, რადგან პროვოკაციის, ესე ვთქვათ, მექანიზმად ჩაითვლება ამ შემთხვევაში. ასევე, მგონი ქალბატონი დარიჯანი დამეთანხმება, ჩვენ თვითონ კოლეგებს, როდესაც გავდიოდით ანატომიას და იქ იყო რაღაცა სექცია, პათოლოგანატომიური და გვამის პრეპარირება გვჭირდებოდა, ზოგიერთს გულის მიდიოდა, იმიტომ რომ ეს კლასიკური მაგალითი ნეიროკარდიოგენული სინკოპე ზუსტად ეს ორი. ერთი დახუთული ოთახი, აბსოლუტურად. ეს არ არის საშიში იმ შემთხვევაში, თუ კი მან სიხშირე არ მოიმატა და არ გახდა სოციალურად ადამიანი დეზადაპტირებული ამის გამო. როგორც კი მის სოციალურ ცხოვრებას რამე ემუქრება ამ დაავადების გამო, ანუ იგი ვერ ასრულებს ოჯახში თავის მოვალეობას, ან საზოგადოებრივ მოვალეობას, მან უნდა მიმართოს ექიმს. ესე იგი რაღაცა დაავადების ფონზე და რაღაცა ხდება უკვე, ალბათ. თუ ეს არა, შეიძლება ისევე იგივე მიზეზები იყოს, მაგრამ ამ შემთხვევაში ფაქტორები იყოს გამომდინარე. მაგრამ მაშინ უნდა მართო ელემენტარულად, ელემენტარულად, რომ აერიდო ამ ფაქტორებს. გასაგებია და ისევე მინდა კიდევ ერთხელ, მაყურებელი გვყავს, გისმენთ პირდაპირ ეთერში. კითხვა მაქვს ესეთი მოზარდბავს, რომელსაც ქონდა გულყრის შემთხვევები, ამ შემთხვევაში ჯერ ერთი და წამალი დაინიშნა მეორე გულყრის შემთხვევაში დეპაკინი ენტერიკი 300 მგ-იანი, რომელიც 3 წლის მანძილზე მიიღო ბავშვმა. შემდგომ მოხდა წამლის ფანტატანობით ხლება, როგორც წესი იყო და რიგი და 1 წლის მანძილზე გულყრის შემთხვევა არ ქონია, მაგრამ ზუსტად 1 წლის მერე კვლავ გამეორდა ეს გულყრა და ეპილეფსიის ცენტრში დანიშნეს დეპაკინი ხრონო 500 მგ-იანი, რომელსაც უკვე ფაქტიურად 1-2 წელიწადნახევარზე ცოტა მეტია სვამს. როდის შეიძლება ბავშვის ხელმეორედთან გამოკვლევა და დოზირების ან თუნდაც შემცირება თუ ეს შესაძლებელია, რა თქმა უნდა, ფაქტია, რომ დეპაკინის ფონზეა კარგად და ეს უკაცრავად კითხვა ესეთი ჯერთი ასაკი, რომელი ასაკიდან დაეწყო, ეხლა რა ასაკის არის ბავშვი? 14 წლიდან და არის 20 წლის. და ბიჭია თუ გოგონა? ბიჭი. მამაკაცი ხო? და კიდევ კითხვა, თქვენ ექიმთან მიგიმართიათ იმის მე რაც 2 წლის განმავლობაში ეს პრეპარატები ან არ დაუკონკრეტებიათ დოზის შეცვლა? არა, დამიკონკრეტეს ეს რამ, რომ ეს უნდა სვას მინიმუმ 4-5 წელი და შემდგომ უნდა დაეგვეძებაროს გამოკვლევას და ასე შემდეგ, მაგრამ აი ეს წამალი თვითონ თავისთავად 1000 მგ-ს ღებულობს. რა შეიძლება ამ შემთხვევაში მოხდეს? გასაგებია, დიდი მადლობა შეკითხვისთვის, აი გავიგებთ ახლა თქვენს პასუხსაც. რამდენად საერთოდ რატომ ხდება ეს წამალი, ესეთი წესია და ესეთი პროტოკოლი თითვალისწინებს, რომ წლების განმავლობაში უნდა სვას ადამიანმა? ვფიქრობ, რომ ბატონს ან იმ ოჯახის წევრს, ვინც მიყვა პაციენტს აი იმ სპეციალისტებთან, იქნებოდა მას მიეცემოდა განმარტება, ახსნა განმარტება იმაზე, თუ როგორ უნდა მოიქცეს, მაგრამ მე შევეცდები გავიმეორო, უბრალოდ დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი კოლეგები იქ სათანადო ახსნა გამარტებას მიცემდნენ. ეპილეფსია ყველა შემთხვევაში აქვს ქრონიკული დაავადება. აქ ჩვენ საქმე გვაქვს ეპილეფსიასთან. ყოველ შემთხვევაში ასე ლაპარაკობს ბატონი, იმის საფუძველზე, რაც იგი მონაცემები მოიტანა და მე ვეყნობი ჩემ კოლეგებს, მე არ მაქვს არანაირი საშუალება ეჭვი შევიტანო ამაში. თუ კი აქ ეპილეფსია არის, ის ქრონიკულია, ეს ნიშნავს, რომ ხანგრძლივი ბრძოლაა მასთან საჭირო. ამიტომაა ის დაავადება ქრონიკული. მიუხედავად გამოვლინებებისა, ან არ გამოვლინებებისა, თუ კი დიაგნოზი არსებობს და დიაგნოზი არსებობს, იმიტომ რომ არსებობს პრობლემა ფიზიკურად თავის ტვინში. იმ პრობლემას უნდა ან ხანგრძლივი მკურნალობა, ან უნდა ზოგჯერ, იშვიათ შემთხვევებში კი მთელი ცხოვრება. ანუ ამ შემთხვევაში უნდა მიყვეს, ეხლა იცით რა და 14 წელი ისეთი ასაკია, როცა ეს აღინიშნა, ეს ზუსტად რასაც ხალხი გარდატეხის ასაკს ეძახის, მაგრამ დღეს უკვე არის 20 წლის. ვფიქრობ, რომ წესად არის მიღებული, რომ მიუხედავად იმისა, შეტევა აქვს თუ არა პაციენტს, მას სჭირდება გარკვეული მოთმინება, სულ ცოტა ეს არის 3 წელი მაინც. რომლის შემდეგ მეორდება დეტალური გამოკვლევა პაციენტის, რომ ექიმი
დარწმუნდეს ის პროცესი, რომელიც თავის ტვინში მიმდინარეობდა, უკვე შენელდა, მთლიანად გაქრა თუ ისევ ისეა. თუ ისე არის, სამწუხაროდ, კურნალობა არ მოიხსნება. უბრალოდ დოზირება გადაიხედება ალბათ. ან შეიძლება პრეპარატი შეიცვალოს? იმიტომ რომ ერთი და იგივე პრეპარატი ორგანიზმი მერე ხო რაღაცა ეჩვევა ელემენტარულად ისე პრიმიტიულად რომ ვთქვა. ახანაირი მიდგომა, ამაზე ბატონი დავითი უკეთესად ივაპარაკებს ისაუბრებს. არა, მაგი მიღებულია ყოველ შემთხვევაში გასაგებია რომ გარკვეული წამალს მოაქვს თავისი სარგებელიც და თავისი გარკვეული გვერდითი მოვლენა ყოველ წამალს. და აქ ჩვენ ბალანსი გვაქვს იმისი, რამდენად ეს ეპილეფსიური გულყრა ზოგადად ძალიან ანგრევს ადამიანის ცხოვრებას, იმდენად რომ ღირს იმათ რისკზე წასვლა, რომ შენ წამლის გვერდითი ეფექტი გაცვალო. ანუ სასწორზე რომ დადო, ის ჯობია რომ წამალი მიიღო. გასაკურველი ამას მე მგონია ყველა პაციენტი და ყველა ოჯახის წევრი იტყვის, რადგან ვთქვათ მათთან უმრავლესობასთან ჩვენ საქმე გვაქვს და გქონია და მით უმეტეს ოჯახის წევრებთან. ეს დიდი ნატრა არის, იმიტომ რომ პაციენტი ხშირად რო განთავისუფლდეს გულყრისგან, რომელიც ეპილეფსიურია. არა ჩვეულებრივ, ესე ვთქვათ, პროექტებზეც კი თანახმაა წავიდეს, მათ შორის, ესე ვთქვათ, ქირურგიულ ოპერაციებზე და სხვადასხვა ტიპის ჩარევებზე, რომელიც შეიძლება კიდევაც ფატალურად ამთავრდეს. ამიტომ მე ურჩევ იმ შემთხვევაში, რომ ცოტა მეტი მოთმინება და დაყოლიება ექიმის რეჟიმს, რომელიც აუცილებლად აუხსნის და აუხსნის რატომ რა მიზეზით უნდა კიდე დამატებითი გახანგრძლივება მკურნალობას თუ არ უნდა. ანუ ეს 4-5 წელი რაც უთხრა დაელოდოს და შემდეგ ყველა ეს საკითხი ჯობს გადაწყვიტოს იმ კონკრეტულ ექიმთან, რომელთანაც მას ურთიერთობა უწევს. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ. ხო, მიცით როგორები ვართ? არა. მაინც გვინდა გადამოწმება, შეიძლება ცუდი სიტყვა, მაგრამ აი თითქოს რაღაცა უმეტი ინფორმაციის მიღება თუნდაც. იქ შეცდომის ვარიანტი, მე ვლაპარაკობ, ალბათობა ძალიან დაბალი არის ახლა რაც ბატონმა ბრძანა იმ მონაცემებიდან, რომ ვინმეს რამე გარკვეულად არასწორი პროფესიონალური რჩევა მიეცა მათთვის. ზუსტად ასეთი მიმდინარეობით მიდის ეს. ზოგჯერ ისევ ხას უსვალ, ეს იმედები არ ესე ვთქვათ, არ მართლდება. იმედები იმის, რომ ოჯახს აქვს დიდი იმედი, რომ საერთოდ არ მიიღებს პრეპარატს პაციენტი, რადგანაც, როდესაც შეტევები არ და პრეპარატს ღებულობს და ეს არის ან სასკოლო, ან სასტუდენტო ასაკი, ძალიან ძნელია დაუმალო თანატოლს. და ეს იწვევს გარკვეულ სტიგმას სოციალურს. და მე მესმის რამდენად ეს მტკივნეულია. ხო, ესე იგი, ამ გულყრაზე, გულწასვლაზე მაინც არის სტიგმა და ჩვენ არა აქვს მნიშვნელობა რა გენეზისი იქნება, მით უფრო თუ კიდე სხვა გენეზისი იქნება, შეიძლება უფრო მეტი იყოს ეს სტიგმა. მათ შორის მე რო გითხარით ფსიქოლოგიური გენეზის, სტიგმა არის საზოგადოება რაღაცა დახს ასვავს ამ პაციენტებს, რომელიც ამითაც უკმაყოფილო არიან. ამიტომაც არ დაგიმალავთ, ახლა ზუსტად ის ეპილეფსიის ეგრეთ წოდებული ცენტრი ის მართავს გარკვეულ აქციებს იმისთვის, რომ საზოგადოება მეტად იყოს ინფორმირებული და ჩვენ ამას მივესალმებით და ასეთ ადამიანების წინააღმდეგ არ იყოს რაღაცა გარკვეული რაღაცა ცუდი განწყობა წინასწარვე. ძალიან კარგს იზავენ და ძალიან კარგს ვაკეთებთ, მე მგონი სუყოლანი, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია რომ მივაწოდოთ და რა თქმა უნდა დაღდასმული ადამიანი ესეთი არავინ არ არის და ესეთი სახით არ უნდა შევხედოთ. დავუბრუნდეთ ივიკოს შეკითხვას. ფეხმძიმე ქალბატონებზე როცა იყო საუბარი. რამდენად რა უნდა გააკეთოს, ისე მართლა იმ დროს მედიკამენტს ვერ დანიშნავ, ყოველ შემთხვევაში ძალიან უფრთხილდებიან. ფეხმძიმე ქალბატონებთან ფრთხილი მიდგომაა საჭირო მედიკამენტის დანიშვნის დროს. რა უნდა გააკეთონ ამ დროს, როდესაც გული მისდით? ნუ, იცით რა, ისევ ალბათ ჯობია, რომ განვარტოთ ერთი გარემოება, რომ გულის წასვლის დიაგნოზირების მთავარი გასაღები არის ანამნეზი. ანამნეზის საფუძველზე ექიმი დასვამს სწორ დიაგნოზს და წარმართავს ამ მდგომარეობის მენეჯმენტს. ჩაატარებს იმ გამოკვლევებს, რომელიც აუცილებლად გასაკეთებელია. ეს არის რუტინული გამოკვლევები, სისხლის საერთო ანალიზი, ბიოქიმიური ანალიზები, კარდიოგრამა, ღვიძლის ფუნქციები, ფარისებული ჯირკვლის ფუნქცია, ელექტროენცეფალოგრაფია და ამის საფუძველზე უკვე გამოიკვეთება, რასთან გვაქვს საქმე. თუ ეს არის ნეიროკარდიოგენული სინკოპე, ურსული ქალბატონი, უნდა მას უბრალოდ იმ მაპროვოცირებელ ფაქტორებს მოერიდოს, რაც იწვევს გულის წასვლას.
აი ეს არის ძირითადად ჩემი რჩევა, მაგრამ თუ აღმოჩნდება, რომ პაციენტს აქვს, ვთქვათ, რომ ეს არის ეპილეფსიური შეტევა, მაშინ მიდგომა სხვანაირია. უკვე მიმართავს ექიმს, ნევროლოგს, სპეციალისტს, ეპილეპტოლოგს და მისი მეთვალყურეობის ქვეშ წარიმართება მკურნალობა. იმიტომ რომ წამლის მიღების ამ დროს სარგებელი ალბათ უფრო მეტია ვიდრე ის რისკი, რაც გამოწვეულია ამ წამლით. ეს უნდა გადაწყდეს მხოლოდ ექიმთან ერთად. მაგრამ ალბათ ფეხმძიმე ქალბატონმა სანამ დაგეგმვა როცა არის ფეხმძიმობის, ალბათ მანამდე თუ იცის თავისი ესეთი სიმპტომების და სურათის შესახებ, რომ აქვს ეპილეფსიური გულღრები, როცა ეპილეფსიაზე საუბრობთ, ალბათ უკვე წინასწარ ექნება რაღაცა ექიმთან კონსულტაციების წესით ესე უნდა იყოს ყოველ შემთხვევაში. და მინდა ისევე აი გავმიჯნოთ თქვენ რაც ჩამოთვალეთ ბატონო დავით აი ეს 4 ჯგუფი ძირითადად არა ეპილეფსიური შეტევების და ეპილეფსიური გულღრა. თქვათ სიმპტომები ეს კლინიკური სურათი ჩემთვის რიგითი მოქალაქესთვის ყველა ჩვენთაგანისთვის როგორ უნდა გავიგოთ რა დაემართა ადამიანს იმიტომ რომ თუ სულ ერთია მთავარი ეს პირველი დახმარება ნებისმიერ შემთხვევაში ერთნაირი უნდა იყოს. აი, თქვათ როგორ მოვახდინოთ ჩვენ ამისი გარკვევა ჯერ პირველ ეტაპზე და მერე თქვენ როგორ აკეთებთ ამის დიფერენცირებას, თუმცა მანამდე კვლავ მაყურებელი გვყავს ეთერში. კეთილი. გისმენთ? გისმენთ ეთერში ხართ? ალო? დიახ. აი, გამარჯობათ. იცით რა მაინტერესებს, აი, გადატეხის ასაკში დაემართა ეპილეფსია გოგონას 14 წლის ასაკში და ნუ ახლა ერთი წელი არ ქონია პრეპარატს ვაგრძელებ და შემდეგ და წავიკითხე რომ აი 70%-ში აი ეს მედიკამენტოზური მკურნალობით იკურნება საბოლოოდ. ხო და ახალი ინფორმაცია ხო არ არის და რას მეწვით ამის შესახებ. ინკურნება თუ არა ეპილეფსია დაახლოებით ესე ჟღერს ახლა ამ ქალბატონის კითხვა, თუმცა ჩვენ დღეს სწორედ არა ეპილეფსიურ შეტევებზე ვსაუბრობთ, მაგრამ ეს პრობლემას არ წარმოადგენს. მაინც ვიცი რომ თქვენთვის შეიძლება, რა თქმა უნდა, გავცეთ პასუხი ქალბატონს მაშინ. კეთილი. მე ვფიქრობ, რომ ძალიან ჯანსაღი და სწორი ინფორმაცია აქვს მას. საერთაშორისო ეპილეფსიასთან მებრძოლი საერთაშორისო ლიგის მონაცემებით, რომელიც შიდაც საქართველოს აგაწევრიანებული და მათ შორის ჩვენ ვართ მისი წევრები, მას აქვს ასეთი ციფრები, რომ 80% პაციენტები ეპილეფსიით არიან განიკურნებიან, თუმცა ცნება განკურნება ზოგჯერ არ ემთხვევა იმას, რაც ელოდება ოჯახი. განკურნებაში ყოველ შემთხვევაში დასავლელი ავტორები მოიაზრებენ სოციალურ სრულ ადაპტაციას. ანუ მას შეიძლება ჯერ კიდევ აქვს პრობლემა თავის ტვინში, მაგრამ ის სრულად ადაპტირებულია სოციალურად და არაფერმა არ უნდა შეუშალოს მას ხელი. და დაუბრუნდები ახლა იმ კითხვას ფეხმძიმე ქალბატონთან და აქვეც უბრალოდ გადავაბავ, ანუ ბავშიც გააჩინოს ისე, რომ თან იმკურნალოს და ეს არანაირი პრობლემას არ წარმოადგენს აბსოლუტურად. მე ხას უსვავ ამაზე. ამ შემთხვევაში ჯერ კიდევ არ ყოფილა ეს ისეთი მძიმე, რომ ანტიეპილეფსიური პრეპარატი მიიღოს და ვერ შეძლოს დედობრივი ფუნქციის შესრულება. გენეტიკა რა როლს თამაშობს ამ შემთხვევაში? ეს რთული საკითხია. მოდით ამ საკითხზე მაშინ მეორე ბლოკში ცოტათი მაინც მივაწოდოთ ინფორმაცია მაყურებელს, მანამდე ჩვენს გადაცემაში რეკლამის დროა, ძალიან მალე დაგიბრუნდებით. გადაცემა ექიმის საათი დაგიბრუნდათ პირდაპირ ეთერში, ჩვენ ვსაუბრობთ არა ეპილეფსიურ შეტევაზე, თქვენ შეგიძლიათ დარეკოთ 245 77 27 ან 245 77 35, გამოაგზავნეთ მოკლე ტექსტური შეტყობინება 77 27-ზე და დააფიქსირეთ თქვენი პასუხი ინტერაქტივი შეკითხვაზე. გქონიათ თუ არა გულის წასვლის ეპიზოდი? საინტერესო იქნება ცოტა ხანში ჩვენ ამას 50% ჩვენი მოსახლეობის აღიარებს რომ გქონია, მეორე ნახევარი კი არაო. ვნახოთ გადაცემის ბოლომდე რა იქნება და ასევე შეგახსენებთ ჩვენი გადაცემის სტუმრები, პეტრე სარჯიშვილის სახელობის ნევროლოგიის ინსტიტუტიდან ასოცირებული პროფესორი ნევროლოგი დარეჯან გოგუციძე და პროფესორი დოქტორი ნევროლოგი დავით გიგინეიშვილი. ჩვენ საუბრობდით ფეხმძიმე ქალბატონზე დაგვიტოვეს კითხვა, მაგრამ იქიდან გამომდინარე მე გამიჩნდა შეკითხვა, დამებადა შეკითხვა გენეტიკასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ მანამდე ქალბატონს აინტერესებდა
ეპილეფსია უშუალოდ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არაეპილეფსიური გვაქვს დღეს თემა, მაინც არის ინტერესი სწორედ აი ამ ეპილეფსიურ შეტევებთან დაკავშირებით და მოკლედ თუ შეიძლება გენეტიკა რამდენად არის კავშირში და მე რაც თავარია აუცილებლად უნდა მივიღო პასუხი, დიფერენცირება როგორ ხდება არაეპილეფსიურს და ეპილეფსიურს შორის. ბატონ დავით, გენეტიკა. გენეტიკის საკითხი არ არის რთული იმ თვალსაზრისით, რომ ეპილეფსიის ყველა ფორმა არ არის გენეტიკურად განპირობებული. არის გარკვეული, სადღაც ჯამში შეიძლება მოიცვას 35%, რომლებიც გენეტიკურადაა განპირობებული, მაგრამ ეს იშვიათი ფორმებია. მართლა რო გითხრათ, მათ ჭირდება გარკვეული უფრო სერიოზული გამოკვლევა, მაგრამ ყველაზე მარტივია ოჯახური ისტორია. ქონდა ვინმეს თუ არა ოჯახში უყრა, ეს უკვე გარკვეულად აძლევს წინა განწყობას, რომ შესაძლებელია ჩვენ ამ შემთხვევაში ვქონდეთ. მაგრამ არა აუცილებელი. არა აუცილებელი, მე მეც გეტყვით, ის არაეპილეფსიური გუყრის ერთ-ერთი ვარიანტი და მათ შორის პირველ რიგში ფსიქოლოგიური შეიძლება ზუსტად იყოს იმ ოჯახში, სადაც ამ პაციენტს უფრო სიყავს ეპილეფსიით ავად. არაეპილეფსიური შეიძლება? დიახ, ეს დიდი ალბათობა არის, ანუ უფრო არის ამის ალბათობა, ვიდრე ესე ვთქვათ, წმინდა გენეტიკური წავიდეს. ახლა შეიძლება თქვენ გაიგებდეთ როგორ. ეს ხდება მექანიზმით, ის ყოველდღე უყურებს ამ შეტევებს და ის როგორც წესი არის ხოლმე არა უშუალოდ მისი მშობელი, არამედ მშობლის მშობელი, იმიტომ რომ ის იქნება ასაკოვანი ადამიანი, რომელსაც უნდა ყურადღება და ეს ცხადია ფიქსირდება ტვინში, როგორც გარკვეული სტიგმა. სტიგმა და გუყრა და სტიგმას მიღმა არის რაც თავარია გადამეტებული ზრუნვა, რომელზედაც მას აქვს. და თუ კი ამ პიროვნებას, იმ ახალგაზრდას, ამ შემთხვევაში იგულისხმება შვილი. გაუჩნდა რაღაც გადაულახავი ფსიქოლოგიური ბარიერი, რომელიც მას სამწუხაროდ მისი პოტენციალით გაკეთება მის ტვინს, მის ფსიქოლოგიურ მეს არ შეუძლია, შეიძლება მისმა ფსიქოლოგიურმა მექანიზმმა მიმართოს მოდით ასე ვთქვათ, გენერირებას ამ შეტევის. ოღონდ ეს ცნობიერად არ ხდება. სამწუხაროდ არსებობს თეორია არაცნობიერის და ამ შემთხვევაში ის არაცნობიერი აკეთებს გენერაციას ამ შეტევის, რომელიც წააგავს ბებიის შეტევას, ამ ბაბუის და ამ შემთხვევაში განასხვავება არის ძალიან რთული, იმიტომ რომ ის იმდენად ოსტატურად ბაძავს ტვინი ბაძავს. ძალიან მომეწონა თქვენი ფრაზა. არა ადამიანი ხას უსვამეს, არ ხდება ნებითი. რომ მისი განსხვავება ძალიან ძნელია, აქ უკვე უნდა ჩაერთოს არა მხოლოდ სპეციალისტი, არამედ უკვე ტექნიკური აღჭურვილობა. მე ვფიქრობ, რომ აი გადავედით დიფერენცირებას. ერთ-ერთი საუკეთესო მეთოდი, ყოველ შემთხვევაში ოქროს სტანდარტად აღიარებული დღესდღეობით არის ვიდეო EEG მონიტორინგი. აი თქვენ რომ ბრძანეთ ვიდეოს გადაღება ტელეფონის მეშვეობით. ახლა ეს ტექნიკური საშუალება არის ისეთი რთული, მაგრამ მეორე მხრივ ის არასრულყოფილი. ახლა სახში გადაღებული ტელეფონი ჩვენ გვაქვს მარტო საქციელი, ქცევა. მაგრამ არა ტვინის აქტიობა ბიოელექტრიული, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. იმიტომ რომ ეპილეფსია არის თავის ტვინის ბიოელექტრიული აქტიობის შეცვლა, რადიკალური. მხოლოდ როცა ეს გვაქვს ჩვენ ხელთ, ვიძახით რომ ადამიანს აქვს ეპილეფსია. ანუ ეპილეფსიის დიაგნოზი არ ისმება ამ დამადასტურებელი ფურცლის გარეშე. რომელსაც ტელეფონით ვერანაირად ვერ გააკეთებ და სახლის პირობებში. ამიტომ ყველა შემთხვევაში, როდესაც გვინდა ვთქვათ, რომ ეს ეპილეფსია არაა და თუ სამწუხაროდ მივალთ ამ დიაგნოზამდე გამორიცხვით, მაშინ უნდა გავაკეთოთ ელექტროენცეფალოგრაფია. ანუ გამორიცხვის მეთოდით მივდივართ ფაქტიურად. არის ორი ჯგუფი ექიმების, რომელსაც მიაჩნია, რომ ეს ტრადიციულია გზა გამორიცხვის და არის მეორე ჯგუფი, რომელიც ლაპარაკობს დამტკიცების. მე პირადად მივეკუთვნები და ჩვენი სკოლა, რომელსაც მე ვცდილობ ჩამოვაყალიბო მეორე მეთოდს, სადაც არ გამოვრიცხოთ, იმიტომ რომ გამორიცხვით ჩვენ არ ვიღებთ რომელი მოთხი ჯგუფიდან გვაქვს ჩვენ. აი რა შეცდომა მოგდის ჩვენ გამორიცხვის. გამორიცხვა კარგია, იმედ თვალსაზრისით რომ განაღდებულად ვიცით რომ ეპილეფსია არ ჭირს, მაგრამ არ ვიცით რომელი მოთხიდან ჭირს, რომელიც მე ჩამოვთვალე გადაცემის დასაწყისში. იმისთვის რომ ჩვენ ვიცოდეთ იმ მოთხიდან რა გვჭირს და რაც თავარია პაციენტი არ დავტოვოთ, უყურადღებოთ. აი თქვენ წარმოიდგინეთ, მას შეტევები უგრძელდება, ვიღაცა თვლის სამსახურში რომ ეპილეფსიით არის ავად, ვიღაცა თვლის რომ შეიძლება ვერ თავის სამსახურებული მოვალეობა შეასრულოს, იგი დისკრიმინირებულია და იქ მეუბნება აი ძალიან ისეთ ფრაზას ვიტყვი, დამანებე თავი შენ ეპილეფსია ხომ არ გჭირს, ჩემთან რა გინდა.
აი ასეთი პაციენტთა რიცხვი მატულობს არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოში. ამიტომ დღეს ყურადღება პოზიტიური დიაგნოსტიკისთვის უფრო მეტი გახდა. პოზიტიური ნიშნავს ჩვენ გამოვავლინოთ ის კონკრეტული პრობლემა, რამაც მიიყვანა გულყრამდე, ამ შემთხვევაში არა გულყრამდე, არამედ შეტევამდე, უკვე არა ეპილეფსიური და დავეხმაროთ მას. აი ის ყველაზე დიდი არმია არის ფსიქოლოგიური პრობლემების და ვფიქრობ, რომ ეს არ არის ისეთი რთული. ამ შემთხვევაში საჭიროა კარგი ფსიქიატრიული, ფსიქოლოგიური განათლება ექიმის, თან რომელიც ერკვევა ეპილეფსიაშიც. ამიტომაც შეიქმნა ასეთი სამინჟინო დარგი ნეიროფსიქიატრია, რომელიც გულისხმობს, რომ და იგი მოიცავს ასეთ საკითხების განხილვას. ასეთ შემთხვევაში კარგი ფსიქოლოგიური საუბარი პაციენტთან ზოგჯერ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე 3-4 ასე ვთქვათ, აი fashion ნეიროვიზუალური გამოკვლევა, რომელზეც დღეს მთელი ერი, ასე ვთქვათ, ატაცებულია და არა მარტო აქ, არამედ მსოფლიოში. გასაგებია, ძალიან კარგი ინფორმაცია მოგვაწოდეთ. ქალბატონ დარეჯანი, დაავადება ესეთი ცნობილი ცერებრო-ვასკულარული, ესეთი ავადმყოფობები, საერთოდ როგორც მე თქვენგან გავიგე, სიკვდილიანობის სამწუხაროდ მესამე მიზეზად შეიძლება დასახელდეს. რა დაავადებებზეა საუბარი და როგორ ვუკავშირებთ ჩვენს დღევანდელ თემასთან? ლაპარაკია თავის ტვინის სისხლძარღვოვან პათოლოგიაზე, ეგრეთ წოდებული ინსულტი. დიახ. რომელიც, როგორც თქვენ სწორად აღნიშნეთ, ძალიან სერიოზული პრობლემაა. უნდა ითქვას, რომ ამ დაავადების გლობალური ტვირთი ძალიან დიდია და პოპულაციის დაბერებასთან ერთად ამ დაავადების მნიშვნელობა კიდევ უფრო მეტად გაიზრდება. უნდა გითხრათ, რომ მოზრდილ პოპულაციაში ინსულტი არის ინვალიდობის მთავარი წამყვანი მიზეზი. ანუ ფიზიკური უუნარობის ძირითადი მიზეზი ინსულტია დღეს. რაც შეეხება სისხლძარღვოვან პათოლოგიას, ჩვენ ყოველთვის სინკოპალური მდგომარეობის დიფერენცირების პროცესში, განსაკუთრებით თუ პაციენტი ასაკოვანია, უნდა გამოვრიცხოთ ეს დაავადება. მართალია, სისხლძარღვოვანი დაავადებები გონების დაკარგვისას, ანუ სინკოპეს იშვიათად იწვევენ, მაგრამ ეს შესაძლებელია განვითარდეს და ყოველთვის მიუნიშნებს იმ სერიოზულ დაავადებაზე, რომელსაც სჭირდება განსხვავებული მკურნალობა, განსხვავებული პრევენცია, განსხვავებული პროფილაქტიკა. მე შემიძლია ერთი მაგალითი მოგიყვანოთ. მაგალითად, შეიძლება განვითარდეს სუბარახნოიდული სისჩაქცევა, ეს არის ძალიან მძიმე პათოლოგია, სიცოცხლისათვის საშიში, მაღალი სიკვდილიანობით ხასიათდება და ძირითადად ვითარდება საშუალო ასაკში, 45-დან 55 წლამდე. ამ დროს პაციენტს შესაძლებელია განუვითარდეს სინკოპე, ის დაეცეს, ჩაითვალოს, რომ მან გამოვლინდეს რაღაც, ვთქვათ, იგივე გემატომა. ჩაითვალოს, რომ ეს გემატომა არის გამოწვეული ვარდნით და შედეგია სინკოპით. სინამდვილეში იყოს პირიქით. სინკოპე არის გამოწვეული სუბარახნოიდული სისჩაქცევით. ანუ მეორადი ტრავმა, ანუ მეორადი ტრავმა არის ეს. განსხვავება ძალიან დიდია, იმიტომ რომ სუბარახნოიდულ სისჩაქცევას სჭირდება სხვა მკურნალობა. გამიგეთ? ასე რომ ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა და შესაბამისად ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად გამოცდილი და კვალიფიცირებული ექიმია და რამდენად სწორად წარმართავს ის მენეჯმენტს. გასაგებია და ნელ-ნელა აუცილებლად მივიწევთ უკვე მკურნალობისკენ. რა მეთოდებია, თანამედროვე მეთოდები, აი ახლა ავიღოთ მაგალითად იგივე ფსიქოგენური შეტევის, გენური შეტევის თერაპია. აი ესეთი. რას გულისხმობს, რას ნიშნავს? როგორი არაფერი ახალი არ იქნება იმაში, რომ ვთქვათ, რომ რაღაცა მე-20 საუკუნის დასაწყისში ძალიან რევოლუციური ცვლილებები იყო შემოღებული მედიცინაში, შემოვიდა ეს არის ფროიდის და ფსიქოანალიტიკური სკოლის, თუმცა მანამდე იყო ფრანგული სკოლა ნევროლოგების, რომელმაც პირველად აჩვენეს, რომ ერთ-ერთი ადამიანში შეიძლება იყოს ეპილეფსიური და ფსიქოგენური არაეპილეფსიური შეტევაც კი. და მაშინ იყო ხშირად ნახსენები ტერმინი, რომელიც გულისხმობდა, რომ შერწყმა ამ ორი, ასე ვთქვათ, მდგომარეობის. მაგრამ დღესდღეობით ითვლება განსხვავებული მიდგომები და რაღაცა უნიფიცირებული მეთოდი არ არის. ყველა შემთხვევაში ოპერაციობა ეძლევა არამედიკამენტოზულ მკურნალობას ამ მდგომარეობების. მოდით მარტივად ვთქვათ, ის რაც ჩვენ მოსახლეობაში უფრო გასაგები იქნება, ნევროზით გამოწვეული შეტევა, რომელიც ყველას გონია, რომ ეპილეფსიურია,
და მე ვლინდება რომ არაფერი ეპილეფსიასთან არ აქვს საქმე, მივყავართ ნევროზის მკურნალობამდე. ნევროზის მკურნალობაც ხადია მედიკამენტოზური ასევე პოპულარულია, მაგრამ მედიკამენტოზურ მკურნალობას აქვს ჩემის აზრით მაინც დიდი რისკი გამეორების ამ პრობლემის. ის ჩაწყმარდება და მე რაღაც გარკვეული დროის მერე შეიძლება ყველაფერი არამედიკამენტოზური? არამედიკამენტოზური მკურნალობა ახალი ხილია საქართველოსთვის. და რას ნიშნავს აბარით? როგორ მკურნალობთ? არაწამლებით? ფსიქოთერაპიის თვალსაზრისით. ეს ინდივიდუალურია თუ ესეთი ჯგუფური რაღაცას რას რთავთ არტ თერაპიას, საკითხავთ ესაუბრებით, საინტერესოა. ეს გააჩნია მისი კონკრეტული შეტევა, თუ კი ჩვენ მივაგენით რა ჩვენ სავარაუდო მიზეზითაა გამოწვეული. თვითონ ფსიქოლოგიურ დაავადებებს შორის ბევრი იწვევს არაეპილეფსიურ შეტევას. ყველაზე პოპულარული არის კონვერსიული აშლილობა და პოსტტრაუმული სტრესული აშლილობა. მოდით მარტივად ვთქვათ ასეთი რამე. აი ჩვენი დაბეჭავებული, ომით დაბეჭავებული მივიტყვე ასე მოსახლეობა. ის არის მაღალი რისკი პოსტტრაუმული სტრესული აშლილობის. რისკი კი არა, პრაქტიკულად მათ ყველას აქვს. ამიტომ ჩვენ საზოგადოებაში ძალიან მაღალი იქნება პროცენტი ამის და ნამდვილად ასეა. შეტევების, რომელიც გამოწვეულია იმით, რომ ადამიანმა მიიღოს სერიოზული სტრესი. მან დაკარგა თავისი სამშობლო. ანუ მომართვენობა პაციენტები ბევრი ყავთ? თუ მაინც ისეთია, რომ მაინც ჩვენი საზოგადოება ფიქრობს, რომ აი ჩვენ ეს წუხდებიან, მაგრამ მაინც ნაკლებად მოდიან ექიმთან, სპეციალისტთან და ფიქრობენ, რომ თავისი ძალებით გადაივლის ან თუ არის უკვე ესეთი ავიწიეთ დონეზე ესეთი ჩვენი შეგნების, რომ მაინც მივიდეთ ექიმთან, თუ ჩვენ თავს ვენდობით ბოლომდე. უნდა გითხრათ, რომ ეს საკმაოდ ხშირი სამედიცინო პრობლემაა და ექიმთან მომართვიანობის ერთ-ერთი წამყვანი მიზეზი, განსაკუთრებით ნევროლოგებში. მე მინდა გითხრათ, რომ დაახლოებით 50% პაციენტების, რომელიც მოდის ნევროლოგთან, აქედან 50%-ს აღენიშნება გულის წასვლის ეპიზოდები. და ამ 50%-დან ალბათ სადღაც 40 არის სინკოპე. ანუ გულის წასვლა. ასე რომ ეს საკმაოდ აქტუალურია, საკმაოდ ხშირი პრობლემაა და ალბათ თქვენი ინტერაქტივით ამას ადასტურებს, როგორც მე ვხედავ. გადაცემის ბოლოს კიდევ ვნახავთ, რამდენი ადამიანი იტყვის, რომ გულის წასვლის ეპიზოდი ქონია და დააფიქსირებს ამას. მანამდე მაინტერესებს გამოკვლევის მეთოდები. აი გულის წასვლის ეტიოლოგია რო შეისწავლოთ. რა კვლევები გაქვთ იმის გარდა, რომ თავიდან ანამნეზი უნდა გაესაუბროთ? კიდევ როგორ იკვლევთ? ის მეთოდი, რაც თქვენს მიერ იყო ნაჩვენები, ვფიქრობ, რომ ყველაზე უფრო ოპტიმალურია, რადგან ანუ რა იყოს რა მეთოდი? ეს აკითხვა არის, იცით რა, გარკვეულად გამოცდილება მივიღეთ, რომ იმისთვის, რომ ამ 4 ჯგუფიდან რომელიმე მიმართულებაში ავადმყოფი, ესე ვთქვათ, გაუშვათ, ძალიან ბევრი დრო არის ავადმყოფთან საჭირო მუშაობის. ეს რესურსებს იკავებს ორივეს, როგორც ექიმის, ისე პაციენტის და ხშირად ეს პაციენტი ბოლომდე ვერ მიყვება ექიმს. აქ ლაპარაკია ხანგრძლივი კონსულტაცია და ხანგრძლივი საუბარი. ამიტომ ვფიქრობთ, რომ და ეს არა მარტო ჩვენი, ესე ვთქვათ, იდეა, ასეთი იდეები ამ ასეთი მსგავსი ცენტრებში დასავლეთში არსებობს და ახლა უმად უფრო რთული კითხვარები აქვს, რომ კითხვა არ შეასრულოს ეს როლი და ეს იყოს ერთჯერადი, ანუ ერთხელ მოვიდეს პაციენტი ეჭვით, რომ მას არა აქვს ეპილეფსიური შეტევა და რომელიღაცა აქვს და კითხვარმა დაეხმაროს ექიმს იმისში, რომ ბიძგი მიცეს, რომელი ამ 4 ჯგუფიდან არის. ამიტომ ვთვლი, რომ ჯერ უნდა იყოს კითხვარი, თუ კი ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს ეპილეფსია არ არის, მერე უნდა იყოს იმ კითხვარიდან დაადგენთ ალბათ რომელი ჯგუფის? დიახ, რომელი ჯგუფიდან. თუ ახლა ვთქვათ, ნეირო კარდიოგენულია, მაშინ ჩვენ შეგვიძლია იქ რაღაც გარკვეული გულის წნევის ტესტები ვაწარმოოთ, რითიც მივხვდებით, რომ მას წნევა უვარდება და ეს არის მიზეზი ზუსტად ჩვენი ვარაუდით იმ სინკოპეს. იმიტომ რომ სინკოპეს მთავარი არსი არის თავის ტვინის სისხლის მომარაგების ვარდნა, დაკლება, კლება. ეს ხდება სისტემური წნევის ვარდნით, ანუ გულით მუშაობის გარკვეული შეფერხებით. ფსიქოგენური შემთხვევაში? ფსიქოგენური შემთხვევაში კარგი კითხვა არის. ასევე უნდა დადგინდეს, რომ პაციენტს აქვს ფსიქოლოგიური პრობლემა. მოდით ასე ვთქვათ, დაავადება. და იმ დაავადების გამოვლენა არის ეს შეტევა. ამ შემთხვევაში პოსტტრაუმული სტრესული აშლილობა, რომელიცაც უკვე საჭიროა ფსიქიატრი ან ნეიროფსიქიატრი, რომელიც ამის დიაგნოსტიკას გააკეთებს. აი ეს არის ის პოზიტიური. ჩვენ ხელთ გვაქვს, რომ მაგალითად ადამიანს აქვს ძალიან ღრმა დეპრესია და დეპრესია კავშირში ვთქვათ მისი შვილის პრობლემებთან. და
არავინ საზოგადოება არ ეხმარება. ის მარტო ხელად დედაა. და მაშინ გასაგებია, რომ შეტევა შეიძლება იყოს სიმბოლო ან სიმბოლიზმი იმ თხოვნის, რომელთაც იგი მიმართავს საზოგადოებას, მაგრამერიდება, თქვენ წარმოვიდგინეთ, ასეთ თეორიაც არსებობს და სამწუხარო თუ სასიხარულოა, ჩვენ გვაქვს ამის ფაქტები, რომ ეს თეორია მართლდება, მისი შეტევა არის ენა, რომელთაც იგი მეტყოლებს საზოგადოებასთან, რომ მიიპყროს ყურადღება თავის შვილის პრობლემის მიმართ. ესეთი თეორიაც თითქოს თავდაცვითი გულის წასვლა. რამდენად მართალია? აი რაღაცა დიდ სტრესისგან თითქოს იცავს ორგანიზმს, ან რაღაცა შიშისგან, რაღაცა ზემალება, რაღაცისგან იკეტება და გული მისდის. რამდენად მართალია ესეთი თეორია? იცით რა, ეს გააჩნია თვითონ რა ტიპის სინკოპეა. ალბათ შეიძლება ამის განზოგადოება ფსიქოგენური გულის წასვლის ეპიზოდებზე. ნეიროკარდიოგენულ სინკოპებზე ამას ვერ ვიტყვით. ვერც ორთოსტატილს და ვერც სხვა სიტუაციურ სინკოპალურ მდგომარეობაზე ამას ვერ განვასაკუთრებთ. მესმის, როდესაც საუბრობთ, თქვენ ახსენეთ თავის ტვინზე, ეს სწორედ ვასკულარული ცერებრულ-ვასკულარული დაავადებები. ამ დროს რამდენად საშიშია სინკოპე, ეს ვთქვით, გამოსავალი რა უნდა რომ ავიცილოთ ან ხელმეორედ არ განვითარდეს, რაღაცა ესეთი გვაქვს რჩევა რომ მივაწოდოთ. როდესაც სინკოპე ვითარდება ცერებროვასკულური დაავადების ფონზე, ეს ყოველთვის საშიში გარდულებაა. ანუ ჩვენ შეიძლება პაციენტ შეიძლება განუვითარდეს ძალიან სწრაფად ინსულტი. როდესაც ესეთი შეტევები ვითარდება, ყოველთვის ადგილი აქვს თავის ტვინის მაგისტრალური სიძარღვების შევიწროებას. კერძოდ ლაპარაკია ხერხემლის არტერიის შევიწროებას. ძალიან იშვიათად, მაგრამ სინკოპე შეიძლება განვითარდეს ოსტეოხონდროზის ფონზე, როდესაც კომპრიმირებულია ვერტებრული არტერია. და ამის შედეგად თავის ტვინის სისხლის მომარაგება არის გაუარესებული. მივმართავთ პრევენციას. ინსულტის პრევენციის ძირითადი აქცენტები არის მიმართული არტერიული წნევის კონტროლზე, სიგარეტისგან თავის არიდებაზე, ან ჯანსაღის ცხოვრების წესს აქვს ძალიან დიდი შაქრის კონტროლი, ლიპიდური ცვლის კონტროლი, ზედმეტი წონა არ გვინდა, ადინამიური ცხოვრების წესი არ შეიძლება, გავიგეთ რომ არ გვინდა გული მისდის ხალხს. ასე რომ ძირითადად ინსულტის პრევენცია არის რისკ ფაქტორებზე ორიენტირებული. ჩვენ ვაკონტროლებთ რისკ ფაქტორს და ამით ვიცილებთ თავს ინსულტისადმი. და ესეთი კითხვა, აი, როდის უნდა მიაქციონ ოჯახის წევრებმა ყურადღება, ან რას უნდა მიაქციონ ყურადღება ოჯახის წევრებმა და როდის უნდა მიმართონ ნევროლოგს, რომ გვიშველეთ რაღაცა არ არის წესრიგში. აი, ოჯახში ხდება ან ფერი დაკარგა პირველი სიმპტომი, ან აი რა შეიძლება ისეთი იყოს კლინიკური სურათი, რომ ჩვეულებრივ რიგითმა ადამიანმა აქ ამოიცნოს საშიში რაღაცა ესეთი ელემენტი, რომ მიმართოს ნევროლოგს. არის რამე ესეთი სიმპტომი? როდესაც ეს შეტევები ხშირია და როდესაც იწვევს სოციალურ დეზადაპტაციას. მე ასე ვფიქრობ, ბატონ დავით, თქვენ რას გვირჩევდით? ყველა შემთხვევაში ექიმთან მისასვლელი არის აუცილებლად პირველივე გონების დაკარგვის ეპიზოდის შემდეგ, იმისთვის რომ გახდეს პრევენცია ამის, მაგრამ ხაზ გაუსვავთ ტრავმა. ტრავმა. რასაკურველია? ტრავმა თუ არის, ეს მაშინ განგაში უნდა იყოს ატეხილი ოჯახში ამისთვის, რომ სასწრაფოდ ეს უნდა მოხდეს. ტრავმა, ხელის მოტეხილობა, თავის ტრავმა, ენის ტრავმა, ტუჩის ტრავმა, ეს ხშირია. ხომ, ოღონდ ხაზ უსვავ არა ტრავმა მოწმის მიერ მიყენებული, რა ძალიან ხშირია ჩვენ. აი ეს ძალიან კარგი თემა. ჩვენ წინა გადაცემაშიც ვისაუბრეთ ამაზე, მაგრამ კიდევ მინდა ერთხელ თქვენ სპეციალისტებთან გაგვიმარტოთ, რა უნდა გააკეთოთ, უფრო არა, რა არ უნდა გააკეთოს ალბათ იმ მოწმემ, როდესაც იმის თვალწინ ადამიანს ესეთი შეტევა ემართება. ყოველ შემთხვევაში იმ გამოცდილებიდან რაც ჩვენ გვაქვს და ეს ძალიან უხვი, არ უნდა აიღოს კოლზი და არ უნდა შეეცადოს თავის საყვარელ ოჯახის წევრს რამდენიმე კვირი დაადგარგვინოს. რაც ხშირად ხდება ასე და მე იუმორით ვეუბნები რომ საჩივარი რო დაწერო შენის ოჯახის წევრმა, მე იმ საჩივარს ხელს მოვაწერ, იმიტომ რომ აბსოლუტურად სამეცნიერო თვალსაზრისით გამართლებული იქნება. ეს ყოველად გაუგონარი ვიტყვი ვანდალიზმის აქტია, რომელსაც ჩადის ცხადია უწოდინრობით, მაგრამ ამისთვის არის ეს გადაცემა და მადლობელი ვარ ჩვენ მოგვეცა ეს საშუალება ვთქვათ რომ ეს არ უნდა მოხდეს. თუ ვინმე რამე პირის ღრუში გააკეთებს, ეს მხოლოდ კვალიფიციური ბრიგადა და მხოლოდ სპეციალური რეზინის აპარატით
რომელიც იმისთვისაა, რომ სასუნთქი ორგანოებში მიეწოდოს ჰაერი. ისე ვიძახი სპეციალური რეჟიმის, რომელიც თუ მათაც არ აქვს, არც მათმა უნდა განახორციელონ. იმიტომ რომ შიში არის ესეთი გამონათქვამი ენა გადაყლაპოს და ამ დროს ვდილობენ კრიჭა გაუხსნან, ენა დაიჭირონ. ეს არის ვანდალობა. და ეს არ უნდა გააკეთონ. რომ ეს არის რაღაც ვანდალიზმი. აბსოლუტურად არასწორი წარმოდგენა. აბსოლუტურად არასწორი, არაფერზე არ ეხმობა ეს. ანუ უბრალოდ უნდა დავაწვინოთ, წყნარად შვიდად. წყნარად შვიდად უნდა ვეცადოთ, რომ არ უნდა ვეჭიდავოთ. იყოს მიეწოდოს ჰაერი ადამიანს მაქსიმალურად. პანჯარა გავაღოთ. შესაძლებელია ცივი წყალი ვიხმაროთ, ნაშადერი სპირტი. და უნდა დავაკვირდეთ, ვეცადოთ, რომ არანაირი ტრავმა პაციენტმა პოზაში არ მიიღოს. აი ეს არის მთავარი. და გულყრა ძირითადად ხასიათდება ცნობიერების დაკარგვით, ანუ არაფერი არ ახსოვს ადამიანს, ეს წამები გრძელდება თუ მქონდა შემთხვევა იგივე მაყურებლისგან, რომ მეხსიერება იმდენად არ მეტყველება 1-2 საათში აღუდგაო, მაგრამ არსებობს ისეთი შეტევებიც, რომლის დროსაც ცნობიერება შენარჩუნებულია. აი ეს რა შემთხვევაშია, ან რამდენად არის ეს სიმართლე? აი ადამიანი თითქოს ესეთი ცუდი სიტყვა შეიძლება მაბადიეთ, აი გამოშტერდებაო, ესეთი თვალები გაუშტერდება ერთ ადგილას და თითქოს არ არის აზრზე, აი ესეთი ცნობიერება არ აქვს დაკარგული. ეს რა არის, რასთან არის კავშირში? ან აქვს უნებლიე მოძრაობები, რაღაცას აწვალებს და ამ დროს ერთი მიმართულებით იყურება. რა არის ეს? ახლა თლად ნუ დაგვაშენეთ, გამოდო ხათუნა. იმ თვალსაზრისით რომ აქ ორი რამე უნდა გაიმიჯნოს. თუ ჩვეულებრივ საუბარში, ეს ვთქვათ, მეგობრულ საუბარში ადამიანი რაღაცას დააშტერდა, ვფიქრობ, რომ ეს უნდა იყოს ნიშანი დაღლილობის მისი. ინტელექტუალური ან კოგნიტური დაღლილობის, რის გამოც მას უჭირს მისდიოს საუბარს. მაგრამ თუ კი ეს ის შემთხვევა, რასაც ეპილეფსიური გულყრა ქვია, მაშინ იქ გონება აუცილებლად იკარგება. აუცილებლად და რაც მთავარია ის მომენტი პაციენტს საერთოდ არ ახსოვს. შეტევები გაშტერებით მათ ამიტომაც არქმევენ აბსანსებს. რადგან ეს სიტყვა არა ქართულის თქვა წარმოშობის, ზუსტად მისი პირდაპირ შინაარსია, რომ არ იმყოფება იქ არა ვარ. ეს ვერ იქნება თუნდაც შენარჩუნებული ნაწილობრივ ცნობიერებით. როდესაც ნაწილობრივაა შენარჩუნებული ცნობიერება, მაშინ პაციენტი ძალიან კარგად აღწერს ამას თვითონ, რომ მე თქვენი ყველაფერი მესმოდა, ვხედავდი, მაგრამ მე თქვენთვის პასუხის გაცემა არ შემეძლო. ამას თუ იტყვის, ეს ნიშნავს, რომ ცნობიერება შეცვლილია, მაგრამ გონება დაკარგული არ არის. აი გაშტერებების დროს ასეთი არ არსებობს. თუ კი ის არის ეპილეფსიური შეტევა. გასაგებია. მოდით ჩვენი ინტერაქტივი შევაფასოთ, რას ფიქრობს ჩვენი მაყურებელი, ქონიათ თუ არა გულის წასვლის ეპიზოდები. 43% ამბობს, რომ ქონია გულის წასვლის ეპიზოდები და 47% არა. რეალურად არის ესეთი დიდი მაჩვენებელი, საკმაოდ დიდი მაჩვენებელია მაინც 43%. დიდია. თითქმის ნახევარი. თუმცა არ დავმალავ, შეიძლება ყოფილიყო 75 და 75%. კიდევ უფრო მეტი? ну ყოველ შემთხვევაში დასავლეთში საკმაოდ მაღალია. მაღალი ციფრებია. აი ესეთი მაგრები ვართ ჩვენ. კი. ვუძლებთ ყველაფერს. ვუძლებთ ყველაფერს. გული არ მიგვდის. გული არ მიგვდის. იმუნიტეტი გვაქვს გაუმუშავებული. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. შეგახსენეთ სტუდიაში ყვავდნენ ნევროლოგი დოქტორი, ასოცირებული პროფესორი დარეჯან გოგუციძე და ასევე მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი და პროფესორი ნევროლოგი დავით გიგინეიშვილი. ჩვენი გადაცემა დღეს ამით დასრულდა. ხვალ დილით 11 საათზე და 30 წუთზე კვლავ დავიწყებთ თქვენთვის პირდაპირ ეთერში მუშაობას. ნახვამდის.